მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვა. მე კი მისი წამყვანი ჟუკიანა ფოფხაძე გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია აბაშიდან ლიზი კოკაია. მოგესალმებით ლიზი. როგორც ვიცი, შენ ხარ აბაშის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. რა შეგიძლია გითხრა სკოლის შესახებ და ვინ იყო შენი დამრიგებელი? ჩემი სკოლის შესახებ, ჩემი სკოლა ეს მეორე სახლი, იგივე, რომელიც ძალიან ბევრი რამ შევიმატა სწავლასთან დაკავშირებით. ჩემი დამრიგებელი არის ძალიან უსაყვარლესი ნადია ფანჩიძე, რომელმაც მას პირიქით ხატვის კერები მომცამი დაეკილება. მას სურდა რომ თვითონ მან მითხრა რომ არქიტექტურაზე ჩავებარებინა, იმიტომ რომ ნახაზები და ნახაზი უფრო უკეთესი გამოდიოდა ვიდრე ხატვა და რაღაც და თავიდან დავიწყე ხატვაზე სიარული, თუმცა შემდეგ ხაზზე გადავედი, იმიტომ რომ ნათია ფანჩიძეს ქონდა ჩემთვის მოცემული სტიმული, რომელთაც გადავწყვიტე არქიტექტურაზე ჩამოვარდნი. ლიზი, აი ზუსტად იმ საკითხთან მივედით, რა საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ გაგვიჩნდა ინტერესი რომ ჩაგვეწერეთ. რამ გამოიწვია შენი არქიტექტურით დაინტერესება, ვინ იყო ის ადამიანები, ვინც ბიძგი მოგცა და ვინ იყო, ვინც გასწავლა, ანუ პირველი ნაბიჯები გადაგადგმევია ხაზვასა და ხატვაში. თავიდან მას რახან სკოლის დამრიგებელმა მითხრა რომ კარგი ნახაზები გამოდიოდა, ჯერ ჩემი თუ ხატავდი და ასე შემდეგ. შემდეგ გადავწყვიტე რომ ხატვაზე მივსულიყავი ხატვის მასწავლებელთან მამუკა ბარქაიასთან, რომელმაც მიპიცგა იმისკენ რომ არქიტექტურაზე გამეგრძელებინა, ანუ ხაზვაზე გამეგრძელებინა, რადგან ნახაზები უფრო უკეთ გამოდიოდა ვიდრე ნახატები და მეც ძალიან ბევრი რამ მომეწონა ხაზვასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე არქიტექტურაზე ჩამოვარდნი. თავიდან ძალიან გამიჭირდა მას, ვერც მასწავლებელი მაძლევდა იმედს ხაზვაზე ვისთანაც მივედი ბატონ მამუკა ბუჭყავასთან, არც ის მაძლევდა იმედს რომ ნახაზები კარგი გამომივიდოდა, იმიტომ რომ ძალიან ნახატში და ნახატში ძალიან არეული ვიყავი და უფრო სხვანაირი გამომდიოდა და შემდეგ იმედი არ გამიყაროთ პრინციპში და ჩემი მეხმარებოდა რომ იმედი არ დამეკარგა და ასე შემდეგ. პრინციპში მეც ცოტა სტიმული მომცეს და იმის შედეგად ჯერჯერობით უკეთესად ხაზავდა, ცოტა მიმარტივდება არქიტექტურისკენ. ლიზი, დედას რა როლი აქვს ამ ყველაფერში? დედას ძალიან დიდი როლი აქვს მას. დედა ჩემი მართალია ბევრჯერ ვნებდებოდი, მაგრამ დედა ჩემი მაინც ძლობდა რომ არ დავმეხმარებულიყავი და ფერწერა უფრო გიზიდავდა ხატვის დროს თუ გრაფიკა? გრაფიკა. და რატო? რა ვიცი, მას უფრო მიადვილდებოდა. ლიზი, აქ არის შენი ნამუშევრები. რა შეგიძლია გითხრა ამ ნამუშევრების შესახებ, მოგვიყევი ისტორია, როგორ შეიქმნა? მას პირველი იყო ეს მაკეტი, რომელიც მამუკა ბუჭყავამ გამაკეთებინა, ძალიან დამეხმარა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მქონდა წაღებული და მან შემიფასეს. თუმცა ის სახლში გაკეთებულია, აი ახლა წელს გავაკეთე, სააღდგომო ნამუშევარი არქიტექტურის მსგავსი. მაკეტის მსგავსი. ეს სააღდგომო კვერცხის ჩასადები, ეგეც სააღდგომოდ იყო და წელს გავაკეთე. სახლში დამოუკიდებლად. აი რა არის მაგალითად კონკრეტულად აი ამ მაკეტის წარმოდგენილი? რა იყო იდეა და რამდენად მიუახლოვდა შედეგი იდეას? თავიდან მინდოდა მას სახლი მქონოდა აგარაკზე, სადმე ძალიან ლამაზი და რაღაც მიტოვებულ ადგილას და დამეხმარა მამუკა ბუჭყავა ამის გაკეთებაში და მირჩია თვითონაც მეხმარებოდა პრინციპში, მაგრამ მირჩია რომ ესეთი მსგავსი რამ გამეკეთებინა და მეც დავუჭერე და ძალიან ლამაზი გამოვიდა. რაც მინდოდა. ესე იგი ეს არის შენი სამომავლო სახლი. ლიზი,
გაქვს კიდევ შენი ნამუშევრები მოტანილი. რა შეგიძლია გითხრა ამ ნამუშევრების შესახებ? ამ ნამუშევრების შესახებ მას უამრავი რამ ნახატები აი აქ მაგალითად რა არის წარმოდგენილი? აქ მას არის ღვინის დოკი, მსხალი და ვაშლი, რომელიც მალიგაზე დევს. ეს არის აპლიკაცია ერთგვარი მას, რომელიც მოусმინა სოციალურ ქსელში, სადაც საჭიროებდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში, კონკრეტულად ტექნიკურ უნივერსიტეტში და გადაწყვიტე ბიზნეს მსგავსი რამ ამიშენებინა ამ აპლიკაციით და ფერადი ფუნქციებით არის დაწერილი ეს. ესე იგი მიზანს მიაღწია. გაქვს ასევე უამრავი ნახაზი. ძირითადად რას ხაზავ? ძირითადად ხაზავ სახლის პროექტებს მას წინხედი, გვერდხედი და ზედხედის მიხედვით სახლის პროექტი არის მას თავის ზომებში და ასე შემდეგ. პატარა ვილას გავს. ესე იგი შენ ხატავ სამომავლოდ შენს აგარაკებს, ხო? დიახ. მოდი დაგვიხასიათებ მშობლები. და ჩემი თამარ კემოლარია, რომელიც ძალიან მაძლევდა იმის სტიმულს და საბაბს, რომ გამეგზელებინა ყველაფერი ისე, როგორც თავიდან დავიწყე და არ გამეყარა ფარხმალი. ასევე მამა ჩემი მერაბ ბოკაიაც ძალიან გამეხმარება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინტერესიანი მშობლები გყავს. როგორ ხედავ შენს მომავალს? ხედავ საქართველოში? თუ სწავლის გაგრძელებას აპირებს საზღვარგარეთ და აპირებს საზღვარგარეთ მოღვაწეობას? მას როგორც ვიცი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მობილობით გადაადგილების საშუალება და სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება ისწავლო. თუმცა მე სურვილი მაქვს, რომ საქართველოში ვიყო და საქართველოში ვიმუშაო არქიტექტორად. თუმცა საქართველოს მაინც გირჩენია საქართველოში. როგორ ჩანს პატრიოტი ადამიანი. ვინ იყო შენი საყვარელი ზღაპრის ან მოთხრობის ან ფილმის გმირი, რომელიც შენი კუმირიც იყო? ძალიან მომწონდა ფილმი ნაგვის ხე, ქართული ფილმი ნაგვის ხე და თვითონ მარიკაც ლამაზი გოგო იყო და ბავშვობაში სული მქონდა, რომ მაგას დამსგავსებოდი. ლიზი, სამომავლოდ შენს მომავალს როგორ ხედავ? რა გეგმები გაქვს? უახლოესი გარდა იმისა, რომ აპირებ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარო არქიტექტურის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, კიდევ რა მიზნები გაქვს? გარდა ამისა, მას სურს ასევე ხატვის გაგრძელება, რომელიც ჩემი ბავშვობა არის და ძალიან მომწონს. თუმცა მაინც არქიტექტურა მიჩვენია, მაგრამ ხატვას მაინც არ შეწყვეტ. შენ რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, ვინც აწი უნდა დაინტერესდეს არქიტექტურით? მას პირველ რიგში წარმატებას, ასევე მოტივაციას მიწვევ, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა დანებდნენ, რადგან ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არ გამოგვივა, თუ არ მოვიდომით. ერთხელ თუ არ გამოგვივა, სამაგერო მეორეჯერ გამოგვივა, ამიტომ არასდროს არ დანებდნენ და აუცილებლად ანუ ბრძოლის ველზე ფარხმალი არ უნდა დაყავ. დიახ. ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ. ლიზი, გისურვებ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას და გისურვებ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტზე ჩაგებარებიოს, სადაც გაქვს სურვილი და ალბათ პირველს ჩაწერ აუცილებლად ტექნიკურ უნივერსიტეტს და არქიტექტურის ფაკულტეტს. ძალიან დიდი მადლობა. კარგად წარდებოდეთ.